ახბიუკი არის მთას სოხუმის ჩრდილო-აღმოსავლეთით, გუმისთის ფრონტის ზონაში. ის შრომის მიმართულებას აკონტროლებს და სოხუმს ზემოდან გადაჰყურებს, რის გამო 1992-93 წლების ომის დროს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული სიმაღლე იყო. იგი მდებარეობდა შრომასთან, იაშტუხასთან და გუმისთის ხეობის საბრძოლო რაიონებთან ახლოს. 1993 წლის 4 ივლისს რუსულ-აფხაზურმა დუეტმა ახბიუკზე კონტროლის დაბრუნება გადაწყვიტა და იქ დესანტის გადასხმა დააგეგმა. შეერჩა 50-კაციანი ჯგუფი ბატალიონი გურიცისგან ვეტფრენ მირვაში ჩაიკვეთა საბრძოლო მასალები. მას დამატებით კიდევ 2 ვეტფრენი აცილებდა და დღისით დაახლოებით 15 საათზე ახბიუკის მთაზე დესანტი გადასხდა. ვეტფრენები გუდაუთის ჰოსპიტალიდან აფრინდნენ აფხაზური მხრიდან ამ ოპერაციას სერგეი არშბა ხელმძღვანელობდა. როგორც კი მთავარი ვეტფრენი დაჯდა და იქ მყოფთა ნაწილმა დატოვა სალონი, ის გამჭოლი ცეცხლის სამიზნე გახდა. აფხაზები მიხვდნენ, რომ ქართულმა მხარემ წინასწარ იცოდა ოპერაციის დეტალები და ვეტფრენების გამოჩენას ელოდებოდა. მირვა დაუნდობლად იცხრილებოდა. დანარჩენმა 2 ვეტფრენმა პირი იბრუნა და ბრძოლის ველს სასწრაფოდ გაეცალა. ამ დროს დესანტის ნაწილი ჯერაც სალონშია. არშმა მინდორზე გადასულ მებრძოლებს თავდაცვითი პოზიციების დატოვება უბრძანა, თავად კი ერთ-ერთ მებრძოლს დაავალა, ვეტფრენი ჰაერში აეწია და იმ ადგილიდან ოდნავ მოშორებით დაესვა, რადგან იცოდა, რომ შესაძლოა დეტონაცია მომხდარიყო. ნური გერზმამამ, რომელსაც ამ დავალების შესრულება დაევალა, ვეტფრენი მართლაც დაქოქა, ჰაერშიც ასწია დაახლოებით მეტრ ნახევარზე, მაგრამ ეს იყო მინიმუმი, რაც მოახერხა. ვეტფრენი მიწას დაენარცხა, ცეცხლი გაუჩნდა და რამდენიმე წამში აფრთხა. რის შემდეგაც ვეტფრენში მყოფი დაახლოებით 25 ადამიანის ხეობის ნაწილები ხელბრძოლის ველზე მოიფანტა, ხოლო ვეტფრენიდან გადმოსული აფხაზი და ჩრდილო-კავკასიელი ბოევიკები შიშველს მინდორში სამიზნეებად იქცნენ. ვეტფრენის აფეთქებამ ისინი ფსიქოლოგიურადაც გაანადგურა და მიუხედავად იმისა, რომ აფხაზური მხარე ზღაპრებს ყვება გამწარებისგან შეტევაზე გადასული ბოევიკების შესახებ, რომელთაგანაც ზოგი ცოცხლად იწვოდა, მაგრამ თითქოს მაინც ქართველებისკენ მიიღოდა შურიძიების მიზნით, მსგავსი არაფერი მომხდარა. უთანასწორო ბრძოლა ისე დასრულდა, რომ ჩასაფრებული ქართველებისთვის აფხაზებს თვალიც კი არ მოუკრავთ. ეს ერთ-ერთი წარმატებული ოპერაცია იყო აფხაზეთის ომში, რა დროსაც ქართულ მხარეს დანაკარგი არ ჰქონია. ახბიუკის მთაზე დღეს სტენდი და მაშინ ჩამოგდებული ვეტფრენის ნაწილებისგან გაკეთებული მირვას მაკეტი დგას. აქვეა ტყვიებით დახვედრილი ჩაფხუტებიც.